ზოგადად ლექსით ცოცხლობ და მინდა რომ თქვენც გიწილოდოთ თითო ლუყმა როგორც სეფიცხვერი. განაჯობათ პატიცემულო ტელემაყურებლებო. ეთერშია გადაცემა ლექსო არ დაიკარგები. მე მისი ავტორი და წამყვანი დეილა არჩემაშვილი გახლავართ. დღეს სტუდიაში სტუმრად გვაქვს თიანები პოეტი ვიქტორ კაცელაშვილი. ბატონი ვიქტორი გახლავთ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი. იგი მუშაობს თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლაში. არის არაჩვეულებრივი მასწავლებელი, წარმატებული მასწავლებელი, თავად პოეტი და პოეზიაზე შეყვარებული ადამიანი, განსაკუთრებით ადამიანური თვისებებით ცნობილი კაცი და ძვირფასი პიროვნება, თიანეთის რაიონის დამამშვენებელი ადამიანი. ახლა სასიხარულო ინფორმაცია მინდა მოგაწოდოთ. ამ ზაფხულს გაიმართა კონკურსი საქართველოს იაკობ გოგებაშვილის სახელობის პედაგოგთა კავშირის მიერ. სამეცნიერო პედაგოგიური ლიტერატურული კონკურსი შენ ფესვო შემოძლიერო. აი ამ კონკურსში მიიღო მონაწილეობა ბატონმა ვიქტორმა და დაიმსახურა ოქროს სიგელი. სიტყვის ოსტატობისა და მაღალი მხატვრული ხარისხისათვის. ისეთი ძვირფასი ლექსი წარმოადგინა და წარადგინა კონკურსზე ბატონმა ვიქტორმა, რომ ეს ლექსი მართლაც ოქროს სიგელის კი არა, ოქროს დიპლომის და ოქროს მედლის ღირსიც არის. მე ვთხოვე ნებართვა ბატონ ვიქტორს, რომ ამ ლექსს ისე ძალიან მომწონს და ისე ძალიან მეყვარს, მე დავიკითხავ მეთქი და დამრთონება ბატონმა ვიქტორმა. ეს ლექსია სადაურით ქართული გენი. უხსოვარ დროდან მომყვება დღეს რომ მამძინებს ეს წლები. მე ის ერთ-ერთი მოყმე ვარ ნინოს რომ შეხვდნენ წემსები. მეც რჯულის საქადაგებლად მუხლ ჩაუხრელად მივლია და იმ დიდ ნადირობისას თან ვახლდი მეფე მირიანს შეჭირვებულიც მინახავს სამშობლო მიწევ მტრიანი მინახავს ბევრი ძღალატიც ბევრი შური და პიარი მე დიდი ღამეც მინახავს მონგოლთა შრომი დროშის ფრიალი საფიხნოს თავშიც დაუმჯდარვარ სიტყვაც მამსვლია გზიანი იგლია სიკვდილიც ვნახე ქალების მოთქმა ხმიანი ვაგლახ ყიალი სიკვდილი ზოგჯერ ლამაზიც კი არის ძუძუმ ყინვარმა მაწოვა მოძღვრავდა შოთას გენია როცა მიჭირდა გუთანთან ერთად მახვილიც მჭერია სამშობლოს არ მისვართმევდი ვიცავდი რაც კი ჩვენია ტვისაგან შაწუხებულსა არც მორჩილება მჩვევია ამის დასტური გელათი უფლის ციხე და გრემია მე უკვდავი ვარ სახელი ჩემი ქართული ენია. ვიქტორ კაცელაშვილი. აი ეს ასლი არის ოქროს სიგელის, რაც ძირითის დაჯილდოვდა ბატონი ვიქტორ. მოგესალმებით ბატონო ვიქტორ. ძალიან დიდი მადლობა რომ ლექსის წაკითხვის უფლება მომეცით. ეგ იყოს თქვენი მოგზაურობა ტელეკომპანია ქართულში და ჩვენს გადაცემაში ლექსო არ დაიკარგები. ჩვენ გზანდებით უნიჭიერესი ადამიანი, არაჩვეულებრივი ფილოლოგი, თიანეთის მუნიციპალიტეტის და განათლების სისტემის მშვენება ადამიანი, მოხარული ვარ დღეს რომ თქვენ არ გზანდებით და მოდი დავიწყოთ თქვენი ბავშვობიდან. სად დაიბადეთ ბატონო ვიქტორ? დედა, მამა, ოჯახი, რომელი სკოლა დაამთავრეთ, რომელი უმაღლესი სასწავლებელი დაამთავრეთ, სპეციალობა, სტაჟი დღემდე, თქვენი ოჯახი, შვილები, ტელემაყურებელს საერთოდ ასეთი დიდი შემოქმედების და ასეთი ნიჭიერი ადამიანების მაინც წარმომავლობა აინტერესებთ ხოლმე, ოჯახი აინტერესებს, ვინ არის ეს ადამიანი, საიდან მოდის. მიუხედავად და თან მით უმეტეს რომ თქვენ ძალიან ნიჭიერი ადამიანი და ძალიან თავდაბალი ბრძანებით და აღიყვართ წარმოჩენა. ასე შემდეგ გისმენთ ბატონო. პირველ რიგში მადლობას მოგახსენებთ მოწვევისათვის, ივესალმებით თქვენს ტელემაყურებლებს. Sadecunu ve davibade Çiyanetis rayoni sopel Axavsopelში, მოსამსახურის ოჯახში. მამაჩემი იყო სპეციალობით ბუღალტერი და მუშაობდა
სხვადასხვა ადგილებზე დედაჩემი ძიასახლის იყო და სხვათაშორის ბავშვობა გავატარე სოფელ ახალსოფელში და დედას, რომელსაც ჰქონდა დაწყებითი განათლება მიღებული მარტო თითქმის ზეპირად იწოდა ვაჟა-ფშაველას შემოქმედება, რა თქმა უნდა, აგრეთვე მის შემოქმედების პროცესა უნდა. შეიძლება ითქვას, რომ პოეზია საერთოდ და ვაჟა-ფშაველა თეთრ შემოხვალა. კი, არიან ასეთი ადამიანები და იყვნენ ასეთი ძვირფასი. საერთოდ არ მქონია ესეთი ძალიან შემდეგაც აღნიშნულ ლექსიც იქნება პასუხი ამ კითხვაზე ძირითადად. არ მქონია ბედნიერი ლარი ბავშვობა, როგორც ობიექტებს, მარტო ის რა დღის წყალებში, რა დღის რომ ელემენტარულად შუქი, როცა გამოიყვანეს ჩვენს სოფელში 19 წლის წარკვალი ხო, ასეთი იყო და მე 2 წლის ვიყავი, როდესაც შუქი ვნახე პირველად. იყო შუქი. ყველა სხვადასხვა საქმეს ასრულებს, რა თქმა უნდა, აბედიდებს სწავლობდის ახალსოფლის 7 წელიწად სკოლა, სხვადასხვა მაშინ არ იყო საშუალო სკოლა სოფელ ახალსოფელში და მე 8 წელიწად გადაკეთდა. 8 წელი დავამთავრე და 3 მეცხრე და წელი თიანეთის რაიონში ვიარე სკოლაში. ყოველ დილა-საღამო მიხდებოდა 7 კილომეტრის ფეხით გავდი. დადიოდნენ ბავშვები ასე ეკოლიბორენიდან 5-6 კილომეტრზე. ეს მარტო მიაღწია რა თქმა უნდა, ჩემი თავის სახით ძირითადად სპეციალური ასე. ეს თის სოფლების ცხოვრება. და შემდეგ ჩავაბარეთ. მე ჩავაბარე თბილისში, სწავლობდი სულმეტროლოგიის ტექნიკუმში სწავლობდი ჯერ, ის დავამთავრე, საკიდან გამიჩვიე სამხედრო სამსახურში და რაც შეეხება ჩემს ცხოვრებას, როგორც კი დავამთავრე სასწავლებელი თბილისში, მაშინვე მივაშურე მშობლიურ რაიონს და იმის შემდეგ იქ ცხოვრობ. როგორც აი რაღაც გავიხსენებ ცხოვრებული რაღაცა ზევაცეგახი წევრიც იყო, ნიჭიერი კაცი იყო ის, მაგრამ თითიანეთი სამსახურებად მშობლიურ რაიონს. ასევე მეჭავდი და ათეში ოსიდი ადამიანი იყო, ნიჭიერი კაცი იყო. და დღემდე ბრძანდებით პედაგოგი გადამოვიდა. შემდეგ 93 წლიდან დავიწყე მასალებლობა სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლაში. პირველ ხანებში, რა თქმა უნდა, ენთუზიაზმის ხარჯს ეღწევა, იმიტომ რომ სრულად განსხვავდებოდა, არ შეესაბამებოდა შრომის განაზრაულება ნაწილ თომას, მაგრამ მოითხოვდა საქმე. ეს მაგისტრი ახალსოფლის საჯარო სკოლაში მოღვაწეობას შესწავლიდა. ძალიან დიდი გაჭირვება გავიარეთ 90-იანებში, ძალიან დიდი გაჭირვება. მართლა გაუძლეს მასწავლებლებმა 4-5 თვე ხელფასი არ ჰქონდა და იმ ხელფასს ერქვა კუპონები და ფეში 12 ლარი. ასე შევინარჩუნე მეც 6 სკოლა დაიხურა ჩვენთან გარშემო სოფლებში და მე-7 ჩემი მშობლიური სოფლის სკოლა ძლიერ შევინარჩუნე. მაგრამ პედაგოგიური კოლექტივის შენარჩუნება როგორია, გარბის ხალხი არ უნდა ის 12 ლარი გარბის და შეჩაგიშლება სასწავლო პროცესი უნდა დააკავო პედაგოგი. მე დამიჩოქები ერთიდაც მასწავლებლებისთვის, რომ სკოლიდან აწაშულებდნენ 90-იან წლებში და სასწავლო პროცესი არ ჩამშლოდა. ძალიან ვიწვალე ის 30 წელი და მე მინდა კიდევ გავიხსენო, ბატონ ვიქტორ სკოლას ჰქონდა სასწავლო საცდელი ნაკვეთი 2500 კვადრატული მეტრი და ის იყო ნახევარი ბაღი. მე სკოლის ამ ბაღიდან ყოველ ზამთარს მომქონდა სკოლაში 5 ტონა ვაშლი. ეხლა ჯეჯილოვოს ვაშლები უკვირდა. 5 ტონა ვაშლი მომქონდა. არ ქონდა ბავშვებს საკვები, ძალიან ბევრი მშიერი დადიოდა. სკოლის დელეფანში იარუსებზე ვაწყობდით ამ 5 ტონა და მთელი ზამთარი ჩემი მოსწავლეები ვაშლს ჭამდნენ და პედაგოგებიც კი.
აი ამ სკოლის სასწავლო სასწრაფო ნაბეჭდიდან მოტანილი ვარში ერთი არ დამიყენია სულ ბავშვებს მოახმარე ასეთი გაჭირვებული წლები რომელიც ჩემს ზურგზეც გადაია რა ამ დიდმა გაჭირვებამ ულამაზესი პოეზია გაქვთ ბატონო მირტო ძალიან ლამაზი თქვენი პატრიოტული თემა გასაოცარი ყველაფერი ქართული სიყვარული და მიხარია თქვენ რომ დღეს ტელეკომპანია ქართულში ბრძანდებით სტუნდად რადგან ქართული სიტყვის ტრადიციების მოყვარე და დამცველი ადამიანი ბრძანდებით აი პირველი ლექსი როდის დაიწერა და როდის დაიწყეთ უკვე წერა შენ ფასებელზე ყოფილი საერთოდ საკმაოდ გასაჩივრე პროზა რომ ლექსების წერა ადრეულ ასაკში დავიწყეო ლიტვიან ფორმებში რაც ემკვიდრა რა ასე იყო და ինչ მაისთავისას შეგობათან დადებით ეს დაკონკრეტება გამიჩნდება ეს სამპირველი ლექსის მაგრამ ერთი რამე შემიძლია დავიწყებით ბაგო თვითონ პროდუქტიული იყო სამხედრო სამსახურში ის დროს ეთქობა ეს გამოწვეული იყო სამშობლოსა და ოჯახის მონატრებით ასე იყო გამოწვეული წერდი ძალიან ბევრს მასში ძირითადად ლუგანსკი უკრაინაში შეიქმნა ტელევიზიის უმრავლესობა ეს რო ჩამოვედი და ვუნდი რა თქმა უნდა უპეცს სხვანაირად გეგმაგონიერად ვაგრძელებდი მუშაობას Generally, გახდებოდა რა თქმა უნდა რაიონულ გაზეთში ახალწლიანეთში ახალგაზრდა კომუნისტი გამოდიოდა გაზეთში წერდა საქართველოსიც იყო ესე პატარა რუბრიკა პატრონაგილი ბუთხუზმა მწერალმა წარადგინა და ისე ძალიან კარგია მაგრამ მიხედვა და წარმოჩენა უნდა ბატონო ვიქტორ აი ჯერ ხომ არ დავიწყოთ ლექსები, რამდენიმე ლექსი რომ წავიკითხოთ ბატონო ვიქტორ და მე მისაზე ვისაუბროთ და მისა საოცარი ლექსი ქარდა. მე ზუსტად აი ეცფასაც გარკვეული და პატრონიზაცია წესები და დავიკითხო. პირველ რიგში ბავშვობასაც ეხება. და წავიკითხო ამ სიტყვის პირდაპირ ნიშნულობის, იმიტომ რომ ვიცი რა თქმა უნდა, მაგრამ მაინც მე არასოდეს ყოფილვარ ბავშვი, თუმცა ასაკი მქონდა პატარა. წარსულთან დღემდე მიტომ ვარ ვარში, რომ ბედმა სულ სხვა გზებით მატარა. მე აუვარე გვერდი ბავშვობას, მოგონებების შემომჭამ წირი ვეღარ ვერიცეცემის გაშრობას, რადგან დაკარგულ ბავშვობას ვჭირი. გატერფეს მუდამ შარბობდა მუქი, ადრე შეგუდებ ცხოვრების მაღლობს, წუთი სოფელზე დარცსა და წუფით ბავშვობიდანვე ავუღი ალღო. გულში სიკერპე თავისი თიშვა, მუდამ გაძავდი სიმართლის მიმგნებს, თუმცა ბავშვი ვიყავ, პროტესტის ნიშნად არ ვკითხულობდი საბავშვო წიგნებს. დიდი სურვილი მქონდა დიდობის, როგორც ფარვანას შუქთან მოხვედრის. ცხოვრების გზაზე ისევ ვიდოდი, არ მეშინია უკან მოხედვის. დიახ, დღეს როცა უკვე დიდი ვარ, დიდი კი არა, ძალიან დიდი და უწადინოდ იქით მივდივარ, საიდანაც ყველა მოკვდავი მიდის, ერთს მივხვდი, საქმე ის კი არ არის, ცხოვრების მორევს ვინ ვერ გაწურავს, ხოლო და მხოლოდ საამთავარი თუნდაც უშანსო ოღონდ გაწურავს. და უნდა რომ მაყურებლის, ტელემაყურებლის წინაშეც ძალიან მართალია უხერხულია საკუთარ თავზე საუბარი, ისის აღმატები ორ ხარისხში, მაგრამ იზოლებული ვარ ჩემი თავი მეცახვადლიდო. და თქვა რომ წელი კაცი ვარ, უბრალო, ლექსების ენით საუბრო, შემაძლებინე უფალო, ვადიდო შენი საუფლო, სამშობლოს ბედზე ვიტირო, პოეტის სერნი ვის უკვირს, იას გაუხსნა ღირკილო გულში ჩავიკრა შვილსნუგრი, შემაძლებინე
რითმებით გავკეთო ლექსის ეთერი ამ წუთი სოფლის ავკარგი შევიცნო შენი შეწევნი ივრის მჩქეფარე წარღებით მამულს წყურები მოვბანო დავლახო ყვარა გაჩარი ქურჩის კარი და ბორბალო სასტუმროს ისწენ ხევსურნი თუდი ეზურა წიქასა ხორცი შეასხი ჩემსურის აქაც ვიყო და იქაცა ხევსურებს დუდის სასმელად შაყრიგებს მხარი აუღა ყური მიმოგდო მწვერვალზე პოეტის შენთან საუბარს და დევკაცის ყვალს არაგზე მიუყვე მომესი შეწევნა ამოვიკითხო ქარაფზე ვაჟაფშაველას ხელწერა დევაში წასულ გიგლიას საყორნის ხელზე შემოვხვდე ნუ გეშუყო ყველა მოყვასი გეგენასავით ხელმოკლე ბუნება საქმეს მივუყვდე მისკენ საბაგზებს მივაგნო თუშმას ვანანო სიმუხტლე მოყვასისათვის ვივარგო ბონების თვალით მიმოვლო საიქიო და სამზეო ღირსი პატივი მივაგო ბრძენკაც მეუფე თადეოს ძალი მომეცდა შეწევნა მოყვას სამშობლო ვადარდო და პოეზიის კედელზე მეც ერთი ჩემი ქვადავდო და თუ ღირსად მთვლი სოფლისგან ნათქენი გული მომირჩეს ჭეშმარიტების ომის და თმენის უნარი მომნიჭე წელი კაცი ვარ უბრალო ლექსების ენით დაუგრო შემაძლებინე უფალო ვადიდო შენი საუბრო ეს მეუბნებოდი მილიონები ალბათ იცნობდი კარგად იცნობდი ამ შეცდომებს ძალიან გული და წუდა მის მარკეტინგს ეს მეუბნებოდი ზიუნამაშვილი ვაჟაფშაველას ყოველთვის მოიხსენია და მომე წმინდა ვაშა მამამისი ამას ხშირად აღწევს წმინდა ვაჟაფშაველა ორი დაადგეს საშვები და მართლაც ვაჟაფშაველას წმინდა საუბარი იცნობს რაც იცნობს იგი ამასაც თუმცა ღმერთი მოყვას შანსს აძლევს ერთხელ ზოგიერთ ცხოვრებას წყალობს მოცადეებს ვინც რა უნდა თქვას ჩემზე მე ღმერთებს ცეცხლის მაგივრად ლექსი მოვტაცე ვიქეს მსახურად სიტყვის და რითმის სიყვარულსა და ზნეობას ვეძმე ყველაფრისათვის რაც ლექსად ითქმის საყირო სიტყვებს გულდაგულ ვეძებ მეც ქვეყნად ჩემი ტვირთი ვზიდე და თუმცა ცხოვრებამაც ხელი დამრია არ გამიხდია ვინ მიზეზად თუ გულნაკლად ვარ ჩემი ბრალია სასწაულია თუმცა სიცოცხლე უფრისნებაა მისი გაჩენა მაგრამ მოყვასი ამ ცხოვრებაში თვითონ აკეთებს თავის არჩევანს თუ ცხოვრებაში ნიშნი და წინსვლას ხშირად ეკლების გამო ვიდიგი დასაწყისთან რომ შემეძლოს მისვლა მე იგივე გზას გამოვივლიდი ჯიანეთში არსებობს მირზა გელოვანის მემორიალური სახლ-მუზეუმი. ამ სახლ-მუზეუმს ხელმძღვანელობს უძვირფასესი ქალბატონის ციციბო გაბიდაული, ძალიან ძლიერი ხელმძღვანელი და თავად მისი თანამშრომლები, ეს კოლექტივი, კეთილშობილები, ზრდილობიანები, კულტურულები, საქმის მოყვარეები, თავდადებულები, ამ საოცარი პერსონალია, ის საოცარი. გინდა დღე-გამოშვებით მაინც მათთან იყო და უსმენო ამ დიდებულ ადამიანებს და აი ამ თავდადებებისთვის და ეკულებისთვის უდიდეს მადლობას აქედან ვუთვლი და ვუხდი თიანეთის მირზა გელოვანის მუზეუმის თანამშრომლებს. თქვენ შეხვედრა მოგიწვეს ბატონო ვიქტორ მუზეუმის ხელმძღვანელის ქალბატონ ციციბო გაბიდაულის ინიციატივით. მოსწავლე ახალგაზრდობამ არჩეულებრივი შეხვედრა ჰქონდათ და მათ მოისმინეს თქვენი ლამაზი პოეზია. აი თქვენი დამოკიდებულების შესახებ მირზა გელოვანისადმი ამაზე უნდა იცავდეთ და თქვენ გაქვთ არაჩვეულებრივი ლექსი იყიდება კოტემნესკის ნომერი 8 ამას რომ მოისმენ დიდ ადამიანი. მოდი აი ამ ლექსის ისტორიაც გვიამბეთ, როგორ დაიწერა ბატონო ვიქტორ და ეს ლექსიც მოგიღებთ.
რა თქმა უნდა, ეხლა მიზაგებოვანის თემი საქართველოს ამაყობს და მეტუმეტეს განსაკუთრებით ჯიანები თანამემამულე იყო. მიზაგებოვანის შემოქმედება დიდად მიყვარს პირადად მე და ერთი პატარა დეტალი გავუსვამხას, როცა იქ იყავენ მგონი კიდაც იყო წმინდა სამების ახალგაზრდულ განყოფილებაში ჩაატარეს მიზაგებოვანის საბადების რომელიღაც თარიღო თბილისში და პოეტმა ერეკლე საღლიანი მაშინ აღნიშნა რომ მიზაგებოვანიო იმ ბედნიერი პოეტების რიცხვი ეკუთვნება, რომელსაც შემოქმედება სტაბილურობით გამოირჩეოდა მე ვეთანხმები ამაში. ეს არის როგორ გესმის რაც მოვიდა, აი თანაბარი სიტუაცია ნამდვილად და მე თან ბედნიერად ავთვლი რომ ქართულ ენასა და ლიტერატურას სცენის საშუალო სკოლაში მასწავლიდა მიზაგებოვანის უფროსი და რუსულთანი. მეორე მასწავლებელზე ქართულ ამ მხრივ ვიყავი რომ წვენ განებივრებული. ეს ხალანაულის და ვარამხალანაული ვარამასწავლებელი ეს ორი დიდი ადამიანი მასწავლიდა. პედაგოგების აქტივი და რამდენადაც მე ვიცი ისინიც ერთმანეთს მაშინაც ერთმანეთს კოლეგები იყვნენ ერთმანეთს კონტაქტებოდნენ, მაგრამ ერთად სწავლობდნენ. ერთად დაუწყდნენ უბრალოდ ნახევარჯეროთა დაქალები იყვნენ. და აი ზუსტად იმ სახლ ნომერ 8-ში ცხოვრობდნენ და იყრიდნენ თავს მაშინდელი ახალგაზრდები მირზატის, ლევან მარგიანი, გინდა ნახევარიძე, ისიანი და რა ვიცი, აი ეს ინტაუცაფი, გრიგოლ აბაშიძე და როდესაც გასმოლა მიზაგებოვანის პატარა შედევრი ყველა მიცის, სახლი ნომერი 8, აი სახლი ნომერი 8 როცა გაზეთში წავაწყინე განცხადებას, იყიდება სახლი თაცმინდაზე, მისამართი კოტენეცკის ქუჩა ნომერი 8. აი რაღაცა შემიძლია. რა თქმა უნდა. ხო, და ისე იყიდება განსაცდელი არ წაიღეს სახლი, ვიღაცა მიყიდა, მაგრამ მაინც დამისებურად იმოქმედა ამან და რა გაყიდულა. მაგრამ მე ამ განაჩენმა უცნაური არაფერი ჩვენი მირზა გამახსენა. აცილებდა ძელი რიგი გაფიცრებულ ალუთათა და ფრონტულ ბილით დასასრული აღიჩანდა გულს დარგით არ იგანგავდა დაც ბედზე დამდურებით წმენა ჰქონდა გამარჯვების და იმედი დაბრუნების რაღაც სევდა მეტირება მე რა სევდის მომრევი ვარ იყიდება კოტენეცკის ნომერი 8 შეიძლება გამოვჭა მაგრამ არაჩვეულებრივი ლექსია და ძალიან დიდ საფიქროს მეტოვებს და აგაცნობს ეს ლექსი თანამედროვე მიზაგებოვანის სახელმწიფო ძეგლების ძალიან კარგია არაჩვეულებრივია რამე კიდევ ვკითხოთ აი თქვენს ლექსებს როდესაც ვკითხულობ გამოიკვეთება ხოლმე ბატონო ვიქტორ თქვენთვის უპირველესია ქართული მენტალიტეტი და ქართული მენტალიტეტი ყველაზე მაღლა აი რაღაცა მართლაც ლაიტმოტივად გასდევს თქვენ შემოქმედებას ეს ყველაფერი და მე გამიჩნდა ასეთი კითხვა წინაპართან დატოვებული ტრადიციებიდან აი რომლის დაკარგვის გეშინიათ ქართული მენტალიტეტი არის ერთობა ხო გაჭირვების ველჩი დგომა ჭირი ერთად ღმერთმა გვაშოროს ხილი ერთად ღმერთმა გვიმრავლოს მე რას ვხედავ აი ბოლო 10 წლეულია ბატონო ვიქტორ ადრეც მithქვამს და გავიმეორებ ჩვენთან ხატობები იმართება ჩვეულებრივი მარიამობა დიჟონობაც ქვია ვირაცხოვლობა და ასე შემდეგ ჩვენ მქონდა ერთი გრძელი სუფრა იშლებოდა
მისვლელი სუფრის ბოლოში დაჭდებოდა, შემდეგი მისვლელი გამოაგრძელებდა იმ სუფრას, და ერთი დიდი გრძელი სუფრა იშლებოდა იმ ხატის წინ. აქ იყო ლექსობა, გრაფიაობა, არაჩვეულებრივი თამა და არაჩვეულებრივი საფრთხეები. იქ ცუდ სიტყვას ვინ იტყოდა, იქ ცუდ აქციებს ვინ ჩაიდენდა. აი მთელი ცხოვრება მე ამას ვუყურე. ეს მეამაყებოდა. ეს ხო ქართული მენტალიტეტია. იქიდან იმდენ ახალ რაღაცას იჩენ მეგობარი ნელი გულიკაშვილი ასამჩინარის ხელმძღვანელი ხშირად წამოყვანია ხატობაში და იქ რაღაცა კუთხურ შაურ სიმღერებს მიჩნდებოდა ნელი და იწერდა იმ შაურ სიმღერებს. იქ ისმოდა ისა. ასეთი მდიდრული აი ხატობები იმართებოდა. ახლა ბატონო ვიქტორ უნდა შევორჩილოთ თქვენს და მაყურებელსაც. ჩემი ხალხი 10 კაცი იქით კუთხეში ჩდება, 5 კაცი იქით კუთხეში ჩდება, 7 კაცი აქეთ წამოვა და ერთმანეთს როგორ უყურებენ იცით იმ ხატის კარზე, როგორც მოსისხლე მტრები. მე ვხედავ ამას ბატონო, მე ვარ გაუგნებული და გაოცებული აი ამით. აი დაიწყება ეს ტრადიცია, ხო? აი ეს ერთობის აი თქვენ რომელი ტრადიციების დაკარგვის გეშინიათ, აი საფრთხეს რა შეხედა, აი ქართულ ტრადიციებში. ყველაზე ძალიან აი სტუმართმასილობის ტრადიცია, რა თქმა უნდა, თაში უფრო საფრთხეებია. ამ ტრადიციის დაკარგვისაც მეშინა და ძირითადად სტუმართმასილობა დასგულისმო. პატივისცემას ტომის მიმართ. აი ამ ტრადიციიდან. იმიტომ რომ ისევ ვაჟა-ფშაველას ეს ისეთი ამოწურავი თემაა, ვაჟა-ფშაველას პოემებიდან გამოდივა, როცა ჯოყოლა ზვიადაური მიიყვანას სტუმრად მიიყვანა, იმ კაცმა ქისტმა, რომელიც ასაკით ამაზე დიდი იყო და სხვათა შორის არ მითხოვს საკვეთო იცნო ეს მოსწეო, მაგრამ ფეხზე აუდგა პატივისცემას, თუმცა აი ამ ტრადიციით დაკარგვის მეშინასობა. გულგირობა რა თქმა უნდა, ეს გულგირობა ფერას, რაც გულგირობა და ხშირად ალბათ ხშირად მოყავს ხოლმე ბავშვებთან მაგალითი, იმ საბოლოო უკაინა წარიფლეთავს და თეორია გულგირობა დანაშაულია. ხომ არაფერს აშენდებენ? ხო და აი ეს გულგირობა დანაშაულია. ეს სიყვარულია, მისაკამისაც მეშინია რა. და ზუსტად აი თქვენ აღლაბარებდა თუ არ შეგაცდეთ აი ეს მეტოდეს ამწოდებს და მინდოდა ეს საკითხა. რაცა თუ შევადარებთ ადამიანის სიცოცხლეს წელიწადის დროებს, ალბათ ჩემი არსებობის შემოდგომა შეიძლება დაითვალისწინოს პერიოდი და მივხვდებით, როდესაც რისაფაც ხოდა ეს დაწერილი ეს ლექსი. არავითარი მაშასა და მეყვია ამ ლექსს. შემოდგომის მზე ვისთვის დამწველი, მე სიყვარულის მანიჭებს უნარს, მიყვარს გრიგალი, მიყვარს ჩანჩქერი და მიწანი ყავს რამე თუ ბრუნავს. გულს რომ შევოდეს სიკეთით დაღლა, ამდენ სიყვარულს ვერ დავიტევდი, ჩემთვის ყოველთვის ყველაზე მაღლა იდგა ქართული მენტალიტეტი. ზოგს თუ უცხოთა იზიდავს მუზა და ჰოლივუდის ცხოვრების ცხოვრობს, მე ერთმანეთი მერევა მუდამ მაგნეტ დიტრიხი და მერლინ მონრო. ვარ ვარსკვლავების წინათე ვარში, ღმერთია მოწმე რომალ ვატარბე, სამაგიეროდ უამრავ ქარში არანერევა ნატო ვაჩნაძე. ბესტი, კიგანი, ბაჯო, იერო, რომ ვეღარ ვხედავ და აღარ მესმის, გადამავიცდე, სამაგიეროდ არ მავიცდება მიხეილ მესხი. ვინ არ ეკრძალის უხდავ პოეტებს, მით უმეტეს მათ დაფნით თუ რთავე, დანტეს დიდია, ბიბლეს, გოეთეს, მაგრამ სხვა ხმა შოთალუსავებს. რეკლამის ბუმი, დაფნა, პიარი, დღეს მსოფლიოსთვის არის მთავარი, თუმცა მონბრანი მაღალი არის ჩემთვის ტექნური უფრო მთავარი. ზოგი დროს მოაქვს, ზოგი დროს მიაქვს, შემოქმედები რასაც გვეტყვია, კარგი ზღაპარი არის კონკია, მაგრამ სულ სხვა ნაცარქექია. გვიყვარს მოყვარსი, გვიყვარს სტუმარი, ბოღმა ქართველის გემში არაზის,
დიდი მდინარე არის დუნაი, მაგრამ მე ვირთი მშიგლავს არ ასმის. არაფერია ქვეყნად მუდმივი, ყველა იცვლება როგორც სიტყვია, რობინ ჰუდი ხომ იყო ჩუბინი, მე მაინც მაციმუტოს ხვიტია. ბევრჯერ ყოფილ ვარ იმის მომსწრენი, გმირმა ეპოქებს როგორ გაუსრო, რომ გული იყო რიჩარდ გროსტერი, დიდი ტენორი იყო კარუზო, მაგრამ ჩვენ ყავდა ჩვენი მეოხე, გზებზე რომელიც გამლეთ ბრძოლაში, რიჩარდ გვერდჩივნა ბაგრატ მეოთხე და ვაღმერთებით ჰამლეთ მონარქიის. დღეს დასავლური კულტურა გვიწერს, ჩვენში მიბადვის ნიჭი ყვავილობს. ბევრი აფასებს უცხოურ ხიტებს, ვიდრე ურმუს და ვიდრე ალილოს. ფიშობელი ვიდრე ფაველობს, უფალმა ჩვენზე მადრი მოისვა, იყოს ეუთოც, ნატოც, გაეროც, მაგრამ ვახსოვდეს ვისი გორის ვართ. მორალს დაფარავს უცხოების გარდა, თუ ტრადიციის დახრა სათავე, ქართველი ვიყავ, ქართველი ვარ და არავით არ იმაშა სადამე. კიდევ დაიგეთ ბატონო. რომლის ისაც ცნობილი პრეზიდენტი და ისიც პედაგოგის და ვიზიტადაც უშენოდ ყოფნა მე ვერ ვისწავლე, თუმცა ცხოვრებაში ბევრი ვეცადე, ბოლოს კი ბედისწერა ვიწამე და არსებობა ჩემი ბედსვამდე. თუმცა ბედი მარტო ვერაფერს იზამს, თუ კი იღბალი არ ყავს მეწყვილე, ეს ცხოვრებაში დასახულ მიზანს საუკეთესო წლები შევწირე, მაგრამ გამოდგა მსხვერპლი ამაო, იღბალმა ჩემზე აიღო ხელი და დამრჩა მხოლოდ ლექსი მალამო და ორიოდე გულწრფელი ცრემლი. ცრემლების ზოგჯერ მოგვიტანს შვებას, ხანს სიხარულსაც ახლავს ჭირილი, მაგრამ როდესაც ცრემლები შრება, გაუსაძვისი ხდება ტკივილი. ლექსის ასია, ის გულის სინებს, ათრთოლებს და წარსულში ითრევს, ლექსი აცოცხლებს მილეულინებს, ტკბილმოგონებებს, საყრებს და მითებს, მაგრამ ვერ ახლის აღბეთის სურათს, რომელიც ჩვენ სულს თავის დარს აჩნევს, ვერ სწრომკურნალობს ტკბილებს სრულად, უბრალოდ მათთან ცხოვრებას გვაჩვევს. ბატონო ვიქტორ, ჩვენი გადაცემა მაინც ფოლკლორის განვითარებას ემსახურება და მაინტერესებს, აი როგორ მუშაობთ თქვენ ბავშვებთან, როგორ აყალიბებთ ფოლკლორს, თუ არიან ბავშვები დაინტერესებული ფოლკლორული მასალების შეგროვებით, თუმცა ძალიან იკლო ლექსი მოგაფიაროთ არის ხმა სამწუხაროდ იკლო. თუ აგროვებენ ისინი ანდაზებს და ამოცანებს, როგორ მუშაობთ ამ სკოლაში? სხვათა შორის არჩევით საგნაცნობოდა იმის შემდეგ შახტი აირჩია ეს მაგრამ ძალიან წარმატებითაც დაინტერესდა მამამა აღარ ყოფილა ეს საგანი აღარ ყოფილა იმის შემდეგ დამყავდა ეს პატარა მინიატურებს ვაწყობდით ისეთ სიმოქმედების ხალხთან ხალხური ნაკეთობების საქმეს შედიოდა ამბავში და რაიც გაინტერესებს, ცდილობ დამაინტერესო ის ხალხი, ბავშვები ამ შემთხვევაში ფოლკლორით და საერთოდ პოეზიის სიყვარულით ცდილობ ისეთი დეტალები გავაცნო ცნობილი თქმელების და ხალხური მოლექციების და შემოქმედების ცხოვრებიდან, რომლებიც მათთვის არ არის ცნობილი, არც ოცასკოლო სახელმწიფო შეხედანილი და ჩემთვის სხვადასხვა წყაროებიდან არის ცნობილი. სხვათა შორის შეგვიძლია სპონტანეა, შეგვიძლია ინტერესებია, თორე იმას თვითონაც შეგვიძლია წაიკითხო სახელმწიფო ჩატარება ისეთ დეტალებს უფრო და ეს ექსკურსიები, პატარა მინი ექსკურსიებიც კარგებს იძლევა სხვათა შორის და ინტერესებაც დიდი იყო. საერთოდ პოეზიას უყვარს სკოლაში და საერთოდ იგრძნობა უკვე პოეზიის თვითონ ჩვენი სკოლის დირექტორის ბატონი დავითარი, რომელიც პოეზიის მოყვარულია თვითონ უყვარს პოეზია.
დირექტორზე ბევრი რამე ძალიან დამოკიდებული. საიტსა სკოლას მე ხშირად მონაწილეობ და ჩემი მოსწავლეები სასახლეში კონფერენციებზე, ფოლკლორისა შეკრებებზე და მე ნახულობ ჩამოდიან თიანეთიდან მოსწავლეები თავიანთი მომზადებული თემებით, საკონფერენციო მასალებით და ძალიან მიხარია რომ ცოცხლობს ეს ტრადიცია კიდევ ფოლკლორის შეგროვების და დამუშავების ჩაწვდის. ძალიან კარგია, დიდი მადლობა. ერთი ორი ლექსი კიდევ წავიკითხოთ ბატონო. ერთი ლექსი სასაული სადრეგელი ლექსია შედარებით სასაულს ყოველთვის ზეციდან მოველით ჩვენ გვერდის ჩვენ თვალწინ მოხდარსი არ წყალობით ხომ სასაულია სიცოცხლე ყოველი არანაკლებია სიზმრების სამყარო ყოველთვის არ მჯერა გაგონი ნანახი და ხშირად მისტიკურ ზმანებებს მივტირით ხომ სასაულია სიტყვაზე ბალახი არანაკლებია გეგების სიკვდილი ჩვენს ყვადე შევთვალეთ ჩვენს ირგვლივ რაცია ბუნება იწუნებს ჩვენს ბრინყულს აქციებს უფალმა თუ წყალი ნაღდ ღვინო დაქცია ჩვენს არ ჩამოვკის და ღვინო ცხლად ვაქცია ჩვენს მომეჩქარებია ავაგეთ კაშკარი წყალის ვარ შეგუგდა გონია სამყაროს მართვასთან ახლოვად სულ საზრდო მოუსწრეთ ეშმაკსაც ეგუნდა რამე თუ მოყვასი ეუქროს მაცხოვარს სიყვარულს მორჩილებს ბრძენიც და სულელიც მისით მაღლდების და ბევრიც რამ შეგვშლია ამიტომ სასაულს ზეციდან მოველით რამე თუ ის უნდა ჩვენთან და ჩვენშია Цega несвтен пошел лекции. Се куда адреналин лекция ძალიან დაიმას. მე თურა დადიდან პოემო. ალარი გულის დავდივარ. თუმცა რთული მაქვს ავარი. ნაკლებად მკვლევა ხალისი ხშირად დარდი და ვარამი. მე თურა დარდი დამყვება იმედად საწერ კალამი. ისე მადგება სიმართლე როგორც დიოგენს ფარანი ცხოვრების გზაზე სინათლე ხან არ არის და ხან არის მე მაინც უნდა ვიარო ახლა ეს არის მთავარი კაცურად უნდა დავლახო სიკვდილის სიცოცხლის სამანი ეს ისე ამასაც რო ისა ბატონ ალაზას ძალიან მოსწონდა ეს ლექსი Ira da. Sunt pasia da mia. Sunt perioada. Tutto la poesia apsta. Das ბევრი ლექსი მიყვარს მისი და გაუმარჯოს წელს და მოხლებს ერთის ძალიან ლამაზი ლექსია. წელს დროზე წაიკითხა ჩავალ და მე ახალმოთიანეთმა დაგეჭდა როცა შეგახული მაქვს ის ნომერი ახალი თიანეთის სადაც ეს ლექსი და მოგეცემა თუ მიცნებია დიოიდეონიზე და ერთ ვარდაობაზე მე მიცავანა თუ ჩემი ლექსია ჩემი ლექსი პირველად ჩემთან აკალაზაფაიოს ეს ნახვა ერთად წაიკითხეო ოღონდ ნუ განთავთავადეო ნუ გამოყოფორო ეს ჩემიო ერთი ვიწვით იყო დაწერილი და იქა ზუსტად ნამდვილად ძალიან საფუძველდებოდა დასამახსოვრებელი ფრაზები ალაზას ნათქვამი ბაგაფშავილას მისამართით საფრაფით უკვე საიტური მისის რამაშის ხრალინაო და მეორე კიდევ საინტერესო ნეტოედური საფია სადაც შინდა გასაფრთხილებით ყველა თაცმინდა იქნება ბაგაფშავილას უმი უცხონა ეს ლექსი მოსონდა ალაზაფაიოს ჩარგარხი მიდის ყველაგზა და ეს პერიფრაზი არის რაც მომდა ჯოჯი რომ გამოწმისა და ეპიგრაფად სამძღვარებული ვადა სიტყვები თასვიყა მწვერვალზე ვიდექო ფალსინებინა ქვეყანა კრეზე ჩანჩქერი კიდია
თებზე მისლები რძისფერი ეულად მოსჩანს ხავსიან კრისტალზე ხმელი ციფრები მარგალიტივი თელვარებს ნამი ბალახზე მწყინარე ხეივაში კი ჯიუტად იბრძვიან დედა მდინარე მწვერვალზე სხივი თამაშობს უღრანში კვლავაც ბინდია ჩიტების ჭიქჭიქს ყურს უგდებს გვერის მჭამელი მინდია გიგლია ლეკებს გზას უჭრის ვაშკაც არაფრის შიში აქვს ღურის სირს კლდესთან იბრძვიან უშიშაი და შეშნია მირწახდენილი აფშინა ბოგოთურს ძმობას სთავაზობს დიდი ფშაველი უყვება ბავშვებს შვილსნუკრის ნაამბობს შატიფში მოაქვს მინდიას მუცალის ხელი მოჭრილი უღრან წესი კი ძალაში შესულად ხიფთა ქორწილი გუდანის კარზე ალუდა ვერაფუმლობს სამართალს კაცი აღარ ხავთ ხოშალეთ საკრავს თვითონ კლავს სანათა შაიზრა სადა ქვეყანა ვისოხი ბებრის წილზე ზვია დაუსა გლოვობენ თაში ხუჩი და პირინზე გადასულია იმედი ძმის მეგობარის მოკეთის გულს ჯავრი შემოსულია ბახაც ჩემისგან მოგვეჭის ადიდებულა ლიქოკის წყალი ნამეცრალი ნაჩვენი ძლივს იგერიებს ყვავებს და ყორნებს დაჭრილი არწივი არავი ფხიზად დარაჯობს ვაშკაცებს ომში მიმავლებს ირტოზე ლეკებს მუსხჩავლებს კოტორაშვილი ივანე ცოცხლდება ვაჯაფშაველას კარმის ნახატი ქვეყანა სულ კურცხეული ლოხუმი ლაშარის გორზე შემდგარა თას ვიყავ მწვერვალზე ვიდე თვალწინ მეფინა ქვეყანა გულზე მესვენა მზე მთვარე ლაპარაკობდი ღმერთთანა სხვა ამ სიტყვების ბადარი რა უნდა უთხრა მწვერვალთა მწვერვალმა ვაჟამ კი მწვერვალს სიმაღლე შემატა მეც მსურდა გადამეხადა რაც მათივარი მემართა მინდოდა მკერცი ჩამეკრა ყველა ბორცვი და ყველა მთა მინდოდა დამჩებულიყავ მეც მათ კალთებზე კელაპტრა თუმცა ბუნების საფუძვო ჩაიდა შიგნით ყველაცა მადლობა ულამაზესი ულამაზესი ლექსისთვის გადიდებულია და რამდიდანი აცემო ტელემაყურებლებო ჩვენი გადაცემა დასასრულს მივახოვდა ჩვენს უნდა გვყავდა ბატონი ვიქტორ კაცელაშვილი თიანელი პოეტი ქართული სულის, ქართული აზრის, ქართული სიმდისის მატარებელი ადამიანი უძვირფასესი ავტორიტეტიანი კაცი ჯერ მას წიგნი არ აქვს აი ამ ლამაზი ლექსების პატრონს მაგრამ ბატონი ვიქტორის შვილები უკვე ამზადებენ და ემზადებიან რომ მამიკოს წიგნი გამოუცემ აი ეს წიგნი ვიქტორ კაცელაშვილი აი ეს ლექსების კრებული სასიგნალო ეგზემპლარად შეგვიძლია ჩავთვალოთ. აი ამნაირი იქნება დაახლოებით ბატონი ვიქტორის წიგნი სულ მალე შვილები ჩქარობენ უკვე და ამჯერებენ უკვე წიგნს და ღმერთმა ხელი მოგიმართოთ. თქვენ ბატონო ვიქტორ კიდევ ერთხელ გილოცავთ ოქროს სიგელს აი ამ ქართული გენის ლექსისთვის მიღებულს ოქროს მედლებიც მოგეპოვებინოთ თქვენი ლამაზი პოეზიით თუ ბრძანდები დიდებული ადამიანი ღვთის მაყო და ჩვეულებრივი შვილი სულ წარმატებებით გელოთ არჩევნო ემაუნებლებო ჩვენი გადაცემა ლექსო არ დაიკარგები ემსახურება მართლა რომ ლექსი არ დაიკარგოს იმ საქმეს ძვირფასი ლექსები არც დაიკარგება ვეძებთ ჩვენ ნიჭიერ ადამიანებს თავდაბალ ადამიანებს და ძალიან გვინდა რომ ისინი წარმოვაჩინოთ ჩამოვიყვანოთ რუთიდან მოვიწვიოთ ბარიდან და წარმოვაჩინოთ ეს დიდებული ადამიანები მადლობა მოსმენისთვის მადლობა ყურადღებისთვის და მომავალ შაბათამდე კარგად გრძელდებოდეთ პირადად ლექსით ვცოცხლობ და მინდა რომ თქვენც გიწილოდოთ თითო ლუყმა როგორც სეფის ხვერი